აქციის მონაწილეებმა. დროის შედარებას აკეთებ დღევანდელ ხელისუფლების თეამ უბრალოდ რეპლიკა მოგცა ძალიან საინტერესო რომ გამახსენეთ რომელიმე ეპიზოდი როდესაც მე კმარაში მოღვაწეობის დროს ასე ვთქვათ შევედი პოლიციელებთან კონფრონტაციაში. არა, უკაცრავად ეთყობა, მოდი დავაბრუნოთ ის რაც მე ვთქვი, იმიტომ რომ რაღაც არასწორად იქნა გაგებული. მე ვთქვი ძალიან მარტივი რამე. ვერ გამახსენებს ვერც ერთი ჟურნალისტი და ვერც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში, როდესაც კმარას ნებისმიერი აქცია, როდესაც ქონია. როცა ჭიდაობდით თქვენ იგოროყოს და ჩიკაძის ქუჩის კუთხეში. ჭიდაობდით სრულიად დამასრულებინეთ და შემდეგ ავტობუსზე გადაძვერეთ. დამასრულებინეთ, არ დაგვჭიროებია გადაძრომა. გადაზე შენ გადაძვერი პირველად და მე დაგეხმარეთ. ვერ დამეხმარებოდი, იმიტომ რომ არ გადავსულ ვართ იქედან ერთი წუთი თუ შეიძლება დავასრულებ. ძალიან მარტივია, როდესაც მაგას განსხვავება კიდევ აი ამ აქციას შორის, რომელზეც მე ვსაუბრობდი და თქვენ რა შედარებაც მოიყვანეთ, ძალიან მარტივია. იქ პოლიციამ გადაკეტა გზა უკანონოდ, როდესაც არ ქონდა ამის უფლება და ჩვენ გვქონდა სრული უფლება კანონით ჩაგვეტარებინა ეს დემონსტრაცია. ეგან ახსენეთ, რომ უკანონო ქმედებიც უნდა შეასრულონ პოლიციელებმა. და მე ჩვენ იმ პოლიციელებს, როდესაც მოხდა მათი მხრიდან დარბევა ჩვენი აქციისა, ჩვენ არ გამოგვიყენებია ძალა ამ პოლიციელების წინააღმდეგ. ეს განსხვავებით თქვენი აქციის მონაწილეებისგან სად გამოუყენებია? ვინმე იცემა პოლიციელების მხრიდან? დაზარალებულია ვინმე ერთი პოლიციელი? კი, 6 მაისს ერთი პოლიციელი დაზარალებული არის? ერთი პოლიციელი არა, ბევრი პოლიციელი იყო ეგ დაზარალებული, როგორ ჩანს. ერთი პოლიციელი 6 მაისს დაზარალებული არის. როგორ ჩანს, თქვენ საუბრობთ სხვა აქციაზე, რაღაც ასეცა, რომელიც საზოგადოებამ არის. მითხარი ვინ არის ერთ სახელი და გვარი პოლიციელი, რომელიც შეგვიძლია გავარკვიოთ ეხლა მათ სახელები და გვარების დამახსოვრებას ნამდვილად ვერ მოვახერხებ. ანუ 6 მაისის აქციის დროს დაზარალდნენ პოლიციელები? კი, ნამდვილად დაზარალდნენ პოლიციელები. კარგი, გასაგებია, მოდით ამ თემაზე გავაგრძელოთ საუბარი რეკლამა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით, დაგვალოდეთ. მაშინ ასე თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებზე, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან თეა თუთბერიძე, ირაკლი კორძაია. ჩვენ ცოტა ავწვდით ჩვენი საუბრის თემას, ეს პერიოდი დაუთმეთ 6 მაისის აქციას და უფრო შორსაც წავედით და კმარას აქციებით გავიხსენეთ, მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ იმ თემას, რომელზედაც დღეს ჩვენ საუბრობთ. 15 ივნისის აქცია, რომლის გაანალიზების შემდეგ ძალიან ბევრმა თქვა, რომ ეს იყო პირდაპირ დარტყმა თავისუფალი მედიის მიმართ, როდესაც ჟურნალისტებს 15 ივნისს იქ ხომ ჟურნალისტებს, ხო შეიძლება იქ არ იყოს სრულად წარმოდგენილი მედია საოცარი დამთხოვა იყო, რომ ნაციონალური არხების წარმომადგენლები ამ აქციას არესტრებოდნენ და არაშუქებდნენ, იყვნენ მხოლოდ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მეჭდური მედიის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ყველას ერთდროულად ჩამოართვა შემდეგ ფოტოკამერები, ვიდეოკამერები, მასალები, წაუშალეს სრულიად მასალა და ისე დაუბრუნეს ტექნიკა. როგორ ფიქრობთ, ხაბატონო, ეს არ არის დარღვევა? არა, ეს რა თქმა უნდა არის დარღვევა, როდესაც ჟურნალისტს სამართალდამცავი ორგანოები ხელს უშლიან თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში, ამას რა თქმა უნდა ამას ემატება ფიზიკური ანგარიშწორება ჟურნალისტების მიმართ. ფიზიკური ანგარიშწორება ჟურნალისტების მიმართ, როდესაც ჟურნალისტი ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას, მით უმეტეს ეს არის არასწორი და რა თქმა უნდა ეს არის კანონდარღვევა, თუმცა თუ არ ვწდები და მე მგონი არ ვწდები, ზუსტად ეს აქცია იყო, როდესაც ჩემთან მოდიოდა ერთ-ერთი ადვოკატი, უნდა შესულიყო ქალაქის სამმართველოში დაკავებულ მის დაცვის ქვეშ მყოფ პირთან და დააგვიანა, მე არ ვიცოდი ნამდვილად არ ვადევნებდი იმაში თვალს განსხვავებით პირველი აქციისგან, რომელზედაც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ამ აქციაზე რა ხდებოდა, შემდეგ ვნახე რაღაც ასე ვთქვათ მასალები და ეს ადვოკატი როდესაც მოვიდა, მითხრა რომ დამიკავშირდა უბრალოდ ტელეფონით და მითხრა რომ აგვიანდებოდა, იმიტომ რომ ვერ შედიოდა თავის დაცვის ქვეშ მყოფ პირთან. და მაშინ იყო მისი მხრიდან, ანუ არ შეუშვეს აქციის მონაწილემა, იმიტომ რომ ეხა ადვოკატი რომ იყო ეს გეტყვით ერთი წუთით. ადვოკატი რომ ანუ ეგონათ რომ იყო სამმართველოს თანამშრომელი. ანუ მე წავიდა საუბარი, მე რატომ ვამბობ ამას, იმიტომ რომ მე წავიდა საუბარი, რომ იქ არანაირ გადაკეტვას, ასე ვთქვათ, შესასვლელის ადგილი არ ქონია და იყო მხოლოდ მშვიდობიანი აქცია და ასე შემდეგ. როდესაც ადვოკატს არ უშვებ და გონია ის სამმართველოს თანამშრომელი. თუ ადვოკატს არ უშვებ, როგორც სამმართველოს თანამშრომელს, ესე ვთვლი, ალბათ არ შეუშვებ სხვასაც.
და ამიტომ გამოვიდა საქართველოს შენობიდან მთელი ეს პოლიციის დანაყოფი და დაარბია იქ. ამიტომ რას ნიშნავს? თუ ეს ნამდვილად ეხლა მე ერთი კონკრეტული ადამიანის ასე ვთქვათ დასახელება შემიძლია, იმიტომ რომ სხვა ადამიანები ნამდვილად არ ვიცი შედიოდნენ თუ არა, რომ გადაკეტილი იყო სამართლოს შესასვლელი და არ უშევდნენ ადამიანებს. მე გეუბნებით ერთი კონკრეტული ადამიანის შემთხვევას. ბუნებრივია სხვა ასე ვთქვათ ადამიანი არ მოსულა ჩემთან და არ უთქვამს, მაგრამ თუ ის არ შეუშვეს ივარ რა თქმა უნდა შემიძლია მოგცეთ. თუ შეგიძლია მითხარით ახლა. კი ბატონო, აი ეხლა თუ არ ვცდები რიჟამაძე არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ აუცილებლად ტყუის ის ადვოკატი. თუ ტყუის ის ადვოკატი ეხლა იმ ადვოკატს და მე არ მინდა რომ ვიფიქრო თქვენი იმ ადვოკატს ირაკლი პირდაპირ გეტყვი რომ ჩემთან იმის ტყუილის თქმა არაფერ შეარჭირდებოდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მე შემეძლო შევხვედროდი იმ კონკრეტულ დროსაც და შემეძლო 2 საათის შემდეგაც შევხვედროდი. უბრალოდ დამიკავშირდა და მითხრა ესეთი რამ, სულ არ ვიცოდი იმ წუთში რა აქცია მიმდინარეობდა ქალაქის სამმართველოსთან. შემდეგ როდესაც წავიდა ამაზე დისკუსია, უბრალოდ მე ეს კადრები ძალიან მცირე იყო და ვერ ასე ვთქვათ გახდა ჩემთვის შესაძლებელი რომ მენახა იქ ნამდვილად იყო გადაკეტილი შესასვლელი თუ არ იყო გადაკეტილი. უბრალოდ ერთადერთი რაც მახსოვს არის იმ ადვოკატის ასე ვთქვათ ნათქვამი. მოდი მე ჩემს პროდიუსერს ამ ეთერ საშუალებით მინდა ვთხოვო რომ გვაჩვენოს კადრები 15 ივნისის კადრები. მოდით ერთად ვნახოთ ეს კადრები და შემდეგ გავაანალიზოთ. თავიდან ბოლომდე არის გადაღებული კადრები. კი ბატონო, თავიდან ბოლომდე რაც შემორჩა, იმიტომ რომ როგორც მე უკვე აღვნიშნე მედია საშუალებებს ჩამოართვეს კამერები, წაუშველეს მასალები და ერთადერთი მასალა რომელიც გადარჩა ITV-ის ინტერნეტ ტელევიზიის მიერ გადაღებული ეს ვიდეო მასალა ჩვენ შემოვთავაზებთ ახლა. კი ბატონო, ერთად ვნახოთ, მოდით ეს კადრები. ეს არის 15 აქ არ ჩანს კონკრეტულად. კი ბატონო, ეს არის 15 ივნისის აქცია, სადაც აქციის მონაწილეები კითხულობდნენ სახელებს და გვარებს. მე რამდენადაც მახსოვს, დიღმის სამმართველოს შესასვლელი არის. მარცხნივ თუკი აქეთან მქონდა ის არ არის გადაკეტილი ამ შემთხვევაში მასალიდან ჩანს, რომ არის გადაკეტილი აშლის ასე იგი აქციის დაშლა. ხო, კარგი ჩანდა თავიდან მანამდე ეს არის მასალის ნაწილი, რომელიც შემორჩა. კი ბატონო. აქედან გამომდინარე ძალიან რთული იქნება პირადად ჩემთვის მსჯელობა, რომ კონდათ თუ არა აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ეს უკაცრავად აქ არის ახლა იმის ამ წუთში ხდება სამი პოლიციელი ვთქვას 4. უკაცრავად ამ წუთში კი ბატონო ეს არის იმის საფუძველი რომ ადამიანებს რომელთაც არც ხელკეტები უჭირავთ, არც ბოთლები, არც ქვები, როგორც ამას წინა აქციაზე საუბრობდი და იყო თუნდაც სადავო მომენტი, ამ შემთხვევაში არც ერთ მათგანს არ უჭირავს არც ხელკეტი, არც ქვა და აი ამ გაქცეულ კადრში სათხედავთ რა უჭირავს და რა არ უჭირავს. მე ვერ უკაცრავად 2 წუთის წინ ხომ ნახეთ კადრები სადაც ადამიანებს სემენ. კი, რა თქმა უნდა, როდესაც ხდება აქციის დაშლა, ადამიანებს არ ეფერებიან აქციის დაშლის, მარტივად ხდება ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, ხელკეტი არ გამოუგონებია ვანო მერაბიშვილს, წყლის ჭავლი და ცრემსადები. აი, მოდით ირაკლის ვკითხოთ, მაშინ ირაკლი ამ აქციაზე. ირაკლი. კარგი იქნება. გადაკეტილი გქონდათ სამმართველოს შესასვლელი გზა და არაძეუბნება რომ არ ქონდათ გადაკეტილი. ნუ კითხოთ, გადაკეტილი არ ქონდა. სიტყვაზე ვენდოთ ამ შემთხვევაში. გადაკეტილი. მე ვერავის ვერ ვენდობია ეს სიტყვაზე კონკრეტული ფაქტები მჭირდება. დაგვისაბუთეთ რომ არ ქონდათ გადაკეტილი. თქვენ გაქვთ ეს ვიდეო ფირი, სადაც შემდგავართ და კითხულობთ სიას. ზურაბ ქადაგიძე თუ არ მახსოვს, კითხულობ სიას. ფეხით სავალ ნაწილზე. და კარგი იქნება თუ ამ გადაცემის ველობაში მოგვეცემა მის საშუალება. მე მართლა გითხრათ, არ ვიცით ზუსტად არის თუ არა შემონახული ეს სრული მასალა. თუ მაჩვენებთ მე თქვენ უკაცრავად ვიდეო ფირს, სადაც თქვენ კითხულობთ, მხოლოდ არ არის გადაკეტილი არანაირი შესასვლელი ქალაქის სამმართველოს და პირდაპირ მოდიან და გცემენ, ბუნებრივია ეს არ დარღვევა. მაგრამ თუ არის გადაკეტილი ქალაქის სამმართველო, ამ შემთხვევაში პოლიცია მე როგორც მეტყობინებენ არის ეს ნაწილიც და მოდით თუ გიხოთ ერთად ეს ნაწილი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. გვაქვს ცოტა ხანში გვექნება საშუალება რომ ვაჩვენოთ მაყურებელს. თეა ეყნობა ადვოკატის მონათხრობს, რომლის გვარსაც ვერ იხსენებ სამწუხაროდ და მე ძალიან მინდა ვიცოდე ამ ადამიანის გვარი, იმიტომ რომ ის ტყუის ელემენტარულად თეა. მე გითხარით ამ შემთხვევაში მორჩება გადაცემა და შემიძლია. დიდი მადლობა რედაქციებით. ეს იყო უკიდურესად მშვიდობიანი აქცია თავისი ფორმით და თავის შინაარსით. ადამიანები იდგნენ ფეხით სავალ ნაწილზე, კითხულობდნენ საკუთარ სახელებს და გვარებს და ვიმეორებ მეშვიდე თუ მერვე სახელის და გვარის ჩაკითხვის შემდეგ სამი მიმართულებიდან გამოვარდნენ პოლიციელები. აბსოლუტურად მე ვარ ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად დაზარალებული, იმიტომ რომ სუბუქი ტვინის შერყვა დამემართა და არ შემართრიეს სამართლოს ეზოში ან სააპელაციო სასამართლოს ეზოში. ეს ფირიც გაქვთ თქვენ გუშინ მოგაწოდეთ. პოლიციელის მიერ გადაღებული, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს სააპელაციო სასამართლოს ეზოში. თუ
თქვენ მოგეხსენებათ სასამართლოს ტერიტორია განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს, სადაც შეყავთ ეს ადამიანები და უმოწყალოდ უსწორდებიან. ეს იყო კარგად დაგეგმილი მაპატიეთ და სპეცოპერაცია, ეს არ იყო კლასიკური დარბევა. სამი მიმართულებიდან სადაც ადამიანი შეჭირდებოდა ხელისუფლებას ამ სპეცოპერაციას. არაფერი ამას ქონდა ერთ-ერთი მიზანი. ანუ აქ არ იყო მიზანი სიტუაციის განმუხტვა. ან ასე ვთქვათ, კანონიერების აღდგენა. აქ იყო ერთ-ერთი მიზანი, რომ ეს ხალხი დაეშინებინათ. ეს იყო დემონსტრაცია იმისა,